მოგესალმებით. ეთერშია საინფორმაციო პროგრამა ფაქტი. ახალ ამბებს გეორგი დოლიძე გაგაცნობთ. ლაითურის მე-6 მიკრორაიონის მოსახლეობა ისრაელის მოქალაქეს შებესე ოსკარის დირექტორს გელა აბაშიძის საკუთრებაში არსებული 4000 მეტრი მიწის ნაკვეთის უკანონოდ მითვისებაშია დანაშაულებს. მიწის ფართობი, რომელზეც თხილის ბაღია გაშენებული, როგორც გელა აბაშიძე აცხადებს, 1998 წელს საკუთრების უფლებით მიიღო. 2012 წელს კი შეიტყო, რომ აღნიშნული ნაკვეთი ისრაელის მოქალაქე ვინმე იგორ ასკაროვის საკუთრებაშია, რომელმაც 49 ჰექტარი მიწის ფართობი 2006 წელს შეისყიდა. სომეხი და ვიყიდი აი ტერიტორია და გავაერთიანი ზაბორი იყო მარტო საზღვარი, მეტი არაფერი. გავაერთიანი აი საზღვარი და ვაკეთებდი შრომოვდი და 2000 წლიდან, რაც დაღობილია სადავო ადგილი 2000 წლიდან 2012 წლამდე კაციშვილი არ მოსულა და არ უთქმია ეს ჩემი ტერიტორია და რატო ღვობავ, რატომ გავ. იმიტომ მოდავი არ იყო, მქონდა საბუთი და შრომოვდი, მუშაობდი. გელა აბაშიძის თქმით, მან სათანადო ორგანოებს მიმართა, მაგრამ შედეგს დღემდე ვერ მიაღწია. ჩავრიე ადგილობრივი მთავრობა, განცხადებას დავწერე, მთელ ხალხმა ხელი მოაწერა, შევიტანე და დაუტიე განცხადებით, რომ რაღაც დახმარების მიმართ. მაგრამ პასუხი მევიდა, რომ ეს ჩვენი საქმე არა, კერძო პიროვნება ორივე ლევან თოიძეს, ვინც გაყიდა ეს მიწა, მიყიდა იგორ ასკაროვს, ფულით მე მანქაცმა დამჩაგრე. საქმეში ჩართულია ადვოკატი, რომელსაც აბაშიძეებმა 2012 წლის მიწურულს მიმართეს, სადაც აღნიშნულ ფაქტთან ერთად ისინი პოლიციას ზეწოლაშია დანაშაულებენ. ორი თვის გამოსული ავადმყოფობიდან ტუბერკულოზიდან ცემეს მილიციებმა მოწმე არიან ხალხო მცემეს ბორკილები ხომ დამარია ეს ხალხი იქ იყო მერე გამევიდა სკორი ამ ხალხს ემუქრა რომ დაგიჭირათ ჩორნივარონა მოვა შეკყრი ყველას თქვენი დედა ასეთ მდგომარეობაში ვართ ბატონო ჩვენი 90 წელში დამუშვებული და 98 წელში საბუთი მოპოვებული იქნა ჩემს მიერ შესაბამისი დოკუმენტაცია და აღმოჩნდა რომ ნუნუ აბაშიძეს ჯერ კიდევ 98 წლიდან ამ მიწის ნაკვეთებზე გააჩნია ყველა აუცილებელი დოკუმენტაცია რომელიც მისცემს მას საფუძველს მოახდინოს ამ მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით რეგისტრაცია საჯარო რეესტრში აქედან გამომდინარე მისი პრეტენზია დასაბუთებულია რის გამოც ჩვენ მივმართეთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურას რომელმაც ჩვენი განცხადება გამოსაძიებლად გადასცა შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო სამმართველოს ლაითურელები იგორ ასკაროვს აღნიშნულ ფაქტთან ერთად ნაძვის უკანონოდ გაჩეხვასა და საზოვრების მითვისებაშიც ადანაშაულებენ და ხელისუფლებისაგან სამართლიანობის აღდგენას მოითხოვენ. ეს ყველაფერი არის უკანონოდ მოპოვებული ეს ის მასალა ყველაფერი აიღო და ეს რომელიც რომ ხალხმა დარგო გაანადგურა ამ კაცმა და ეს ყველაფერი მიითვისა მან 200 კვადრატმეტრზე საზოვრები წაართვა ეს საზოვრები წაგვართვა ეს ყველაფერი და ამიტომ არის რომ ვითხოვთ რომ კანონიერად აღდგეს ყველაფერი და ამ ხალხს დაუყოვნოს თავისი ჩვენ შევეცადეთ კომენტარი მეორე მხარისაგანაც მიგვეღო თუმცა უარი მივიღეთ რადგან ასკაროვი ამჟამად საქართველოში არ იმყოფება აღნიშნული საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო სამმართველოს გადაეცა და მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს საჯარო სკოლებში წელს გამოსაშვები გამოცდები 4+4 მოდელით 2 ეტაპად ჩატარდება. ანი და ნინო ნომერ მე-4 საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები არიან. ისინი წელს გამოცდებს არა 8+1 მოდელით, არამედ 4+4-ით ჩააბარებენ. გამოცდები სკოლებში 2 ეტაპად 15 თებერვლიდან 1 მარტის, ასევე 20 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით გაიმართება. გოგონები გამოცდების ჩაბარების ახალ წესს მიესალმებიან და სესიებისთვის უკვე აქტიურად ემზადებიან. ეს გაცილებით მარტივია ჩვენთვის, რადგან გაზაფხულზე ვამთავრებთ იმ საგნების შესწავლას, რაც უნდა ჩავაბაროთ, ამიტომ უფრო მარტივი იქნება მათი ჩაბარება და შემდეგ უფრო დიდი დრო დაგვრჩება ეროვნული გამოცდების და ასევე დარჩენილი 4 საგნის მოსამზადებლად, ამიტომ კმაყოფილი ვარ ამ ცვლილებებით. ჩემი აზრით 8+1-თან შედარებით უკეთესია, რადგან ჩვენ შეგვიძლია 4 გამოცდა ჩავაბაროთ საგნის დასრულების შემდეგ, ხოლო შემდეგი 4 შემდეგ და ჩემი აზრით ეს უკეთესია ჩვენთვის, რადგან 4 მოთავებული გვექნება და მე უფრო მეტი დრო გვექნება იმისათვის, რომ შემდეგი გამოცდებისათვის მოვემზადოთ. სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე წელს პასუხისმგებლობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ არა რესურს ცენტრებს, არამედ სკოლის დირექციას დააკისრა. გამოცდები საგაზაფხულო და საზაფხულო სესიად. პირველ საგაზაფხულო სესიაზე შეიძლება ჩატარდეს 4 გამოცდა, ბავშვად გეოგრაფია, ფიზიკა, ბიოლოგია და ქიმია და დანარჩენი 4 გამოცდა
კიდე ზაფხულის სესიაზე, ანუ მაშინ, როდესაც მთლიანად დამთავრდება სასწავლო პროცესი მე-12 კლასში. მაგრამ ცოტა შეზღუდვა ეს არის, რომ მოსწავლეს შეუძლია მხოლოდ ერთ სესიაზე გავიდეს, ანუ თქვათ, პირველ სესიაზე გავიდა გეოქიმიაში ან გეოგრაფიაში და ვერ მიიღო შეფასება, თქვათ, მას არ აქვს უფლება, რომ მეორეჯერ გავიდეს ამავე სასწავლო წელს. დამამთავრებელი გამოცდების ჩატარებაზე არის პასუხისმგებელი საჯარო სკოლა თვითონ. სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან ერთად ის ახალგაზრდებით ჩააბარებენ, რომლებმაც შარშან ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ მოიპოვეს. ოზურგეთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში თემურ თემქელის ნაწარმოების განხილვა გაიმართა. თოლში გაჩერებული მატარებელი, ასე ქვია ნაწარმოებს, რომელიც დღეს საზოგადოებას თავად მწერალმა წარუდგინა. დასაწყისში წიგნზე იმ ადამიანებმა იმსჯელეს, ვინც თემურ ბაქანიძის აღნიშნული ნაწარმოები სულ ახლახანს წაიკითხა. თოლში გაჩერებული მატარებელი მრავალ პერსონაჟს იტევს. თითოეულის ნატურა კი ერთმანეთისგან სავსებით განსხვავდება. სწორედ ეს განსხვავებული ადამიანები მოხვდებიან იმ მატარებელში, რომელიც უამინდობის გამო რამდენიმე დღით გზაზე ჩერდება. მწერალი ამბობს, რომ მისი წიგნის მთავარი სათქმელი მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულის ირგვლივ ტრიალებს. მხოლოდ და მხოლოდ სიყვარული და მეტი არაფერი. მინდა უდესღაც სამყარო ნახო სიყვარულით გადატვირთული. სადაც არ იქნება არანაირი ბოროტება, არანაირი შუღლი, არანაირი სიძულველი. აი, ცით როგორ მინდა ხალხს ერთმანეთი უყვარდეს. აღფრთოვანებული ვარ დღევანდელი დღით, უღრმესი მადლობა თემურ ბაქანიძეს პირველ რიგში, შემოგთავაზა სრულიად ახალი ნაწარმოები. გითხრათ სიმართლე, რომ მე მის პირველ ნაწარმოებში მთავარ როლს თამაშობდი ქიჟები. და იმ ნაწარმოებსა და დღევანდელ ნაწარმოებს შორის არის უზარმაზარი განსხვავება. უდიდესი ნახტომი აქვს თემურ ბაქანიძეს გაკეთებული შემოქმედებაში და ულოცავ ბუნებრივია. მე მინდა უთხოვო ადამიანებს და მოუწოდო, რომ წაიკითხონ ეს ნაწარმოები. რეალური ნაწარმოები, აი რაც ხდება დღეს, არის ყველაფერი ასახული ამ წიგნში. ძალიან მიხარია, რომ იქნება ესეთი ნაწარმოებები და ვისურვებდი კიდევ ბევრი ოზურგეთელი გურული მწერალი გამოჩნდეს, რომელიც შექმნის ესეთ ლამაზ ნაწარმოებებს. როგორც თემურ თემქელმა განაცხადა, დაწერილია კინოსცენარიც. სპონსორის მოძიების შემთხვევაში ამავე ნაწარმოებზე გადაიღებენ ფილმს, რომელშიც სავარაუდოდ ოზურგეთის თეატრის მსახიობები ითამაშებენ. გამოშვებას დედაქალაქის სიახლეებით ვაგრძელებთ. ევროსაბჭოში გირგვლიანის თემაზე ახალი დოკუმენტი გაიგზავნება. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ახალ დოკუმენტს 31 იანვარს მიიღებს. თია წულუკიანმა აღნიშნა, რომ იგი საქმის აღსრულებით კმაყოფილია. გირგვლიანის გარდაცვალებიდან დღეს 7 წელი გავიდა. მინისტრმა დაღუპულის ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა. მოსმენა გირგვლიანის გამოძიების საქმეზე შესაბამის გამომძიებელთან მთლიანობაში კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ მიდის ენუქიძის და გირგვლიანის საქმის აღსრულება და 31 იანვარს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს გაუგზავნი ახალ დოკუმენტს, სადაც აღწერილი იქნება ის ნაბიჯები, რაც ამ კვირების განმავლობაში გამოძიებამ გადადგა. კოალიცია ერთსულოვნებამ ავლაბრის რეზიდენციასთან პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით აქცია გამართა. აქციის მონაწილეების განმარტებით პრეზიდენტს კონსტიტუციის მიხედვით ვადა ამეოწურა და მისი მოვალეობა პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა შეასრულოს. ამასთან აქციის მონაწილეები უმრავლესობას მოუწოდებენ, რომ არ დაუშვან მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტის რანგში გამოსვლა პარლამენტის ხდომაზე. როგორც კოალიციის ლიდერები განმარტავენ, მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პარლამენტის წინ ფართომასშტაბიან აქციას გამართავენ. ყოველად კატეგორიულად და ყოველად ასე ვთქვათ, ჩამოყალიბებულად ვაფიქსირებთ ჩვენს მოთხოვნას. დაუყოვნებლივ იქნას მიღებული ზომები და საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილება გადაებაროს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს. და იმის გააზრებაც კი გვიჭირს, რომ საქართველოს პარლამენტში მიხეილ სააკაშვილი როგორც პრეზიდენტის რანგში გამოცხადდება და მით უმეტეს კიდევ ანგარიშს წარადგენს და ამის ნებას მიცემს საქართველოს პარლამენტი. დღევანდელი პოლიტიკური განცხადება ერთსულოვნების ეს არის ნიშანი იმისა, რომ სრულიად განსხვავებული ეტაპი იწყება ჩვენი საქმიანობის. ჩვენ უკვე აღარ გვაქვს საქმე მიხეილ სააკაშვილთან. მილიონზე მეტი ადამიანი და დარწმუნებული ვარ, მალე 2 მილიონი გახდება, მას აღარ თვლის პრეზიდენტად და ყველა ვინც მოაზროვნეა და ხელი არ მოუწერია, ამაზე მიაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტი არ არის. ჩვენ უკვე ქმედებას ვიწყებთ იმ ორგანოს მიმართ, ვისაც შეუძლია დაასრულოს მის პრეზიდენტობა და არ აკეთებს ამას. ეს არის საქართველოს პარლამენტი. თუ საქართველოს პარლამენტში მიხეილ სააკაშვილი მიწვეული იქნება როგორც პრეზიდენტი, მე მიმაჩნია, რომ საქართველოს ყველა ღირსეული ადამიანი
არსებით და განწყობით და ფიზიკურადაც ვინც შეძლებს ამას, უნდა ვიყოთ საქართველოს პარლამენტთან და ეს უნდა იყოს არა იმდენად მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, არამედ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. ჩვენ პოლიტპატიმრები უერთდებით კოალიციურ ერთსულოვნებას, რომელიც კოალიციას უკეთებს ორგანიზებას და 20 რიცხვში სააკაშვილის შოუს და უფლება მოვალეობა. ის არის მოქალაქე სააკაშვილი. პოლიტპატიმრებმა ყველამ ორგანიზებულად დავიწყეთ მოქმედება მათთან ერთად და მოვითხოვთ სააკაშვილის გადადგომას. არათუ მარტო გადადგომას, არამედ სააკაშვილი უნდა წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე. ის არის კრიმინალი. მან ჩაიდინა უამრავი დანაშაული საქართველოს და ქართველიერის წინაშე. თავარი მოთხოვნა არის ის, რომ საქართველოს პარლამენტმა შეუწყვიტოს უფლება მოვალეობა მიხეილ სააკაშვილს. ამინდის პროგნოზს ხათუნა ჩანქსელიანი გაგვაცნობს. მოგესალმებით, ხვალმოსალოდნელ ამინდის პროგნოზს ხათუნა ჩანქსელიანი გაგაცნობთ. სინოპტიკოსები ისევ და ისევ ღრუბლიან ამინდებს გვპირდებიან, იწვიმებს. ლანჩხუთში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღესაც 13 გრადუსი, ხამით 7 გრადუსი დაფიქსირდება. ცვალებადი მოღრუბლულობა იქნება ჩოხატაურშიც. აქაც წამოვა წვიმა. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღესაც 7 გრადუსი, ხამით 6 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს ოზურგეთშიც. ჰაერი დღესაც 13 გრადუსამდე გათბება, ხამით კი 7 გრადუსი დაფიქსირდება. ასეთი იქნება ხვალ ამინდი გურიის რეგიონში, მე კეთილი სურვილებით გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. ხათუნა ჩანქსელიანმა გაგვაცნო. დღევანდელი საინფორმაციო გამოშვება დასრულებულია. მე ხვალამდე გემშვიდობებით. კარგად ბრძანდებოდეთ.